ესე იგი 1882 წლის 20 იანვარი კაი ზამთარი თბილისური, ესე იგი ნათლისღების დღეებია, ისედაც ქალაქი სახალხო მოძრაობებით და დღესასწაულით არის და გაჯერებული და დახუნძრული, ვიცით ეგ რაც არის ჩვენ ეს მტკვარში ხტომა, ხიდები, ხის ხიდების გაკეთება, ტივებიდან და მთელი ამბავი. ეს თეატრიც არის, რა ქვია, წყლის პირას წინაზე ვამბობდი, რომ გადაჭედილი ყველა ელოდება, იმიტომ რომ წინასწარი რეკლამა დიდი აქვს სპექტაკლს და სათაურიც გაუგონა, ჯერ რა თქმა უნდა ტექსტი დაბეჭდილი არ არის, მე ჟურნალი ივერია მალევე დაბეჭდა სამას და არის ესე პროგრამა, ხო უნდა ვიცოდეთ ვინ ვის თამაშობს მთავარ როლებში მაინც, იმიტომ რომ იქ ესეთი მორბენალი ჯარისკაცები და ისიც ძალიან ბევრია, რა ქვია, შიგრიგები და მოსამსახურეები და უთვალავი ოდენობის მე მგონი. მოკლედ აი ესე, რა ქვია, თავარი გმირების აი სარდუს პიესასთან შესაბამისობა, რო ვთქვათ, რა ქვია, ქეთევანი არის დოლორესი, ესე თავარი ქალი, დადები თუ არ ყოფითი, მაინც ალბათ თუ არ ყოფითი. რა ქვია, ბაბო ავალიშვილი, ეს არის ხერხეულიძის ქალი. ბაბო ავალიშვილი ამ პიესისთვის და სპექტაკლისთვის განსაკუთრებული ადამიანია, ამას რთული ბედი ჰქონდა, რა თქმა უნდა, მე ამ სპექტაკლს თავიდან არ იცოდნენ თულად რა იყო. რო აიკრძალა დადგმა თუ ხერ ხდებოდა, ბაბო ავალიშვილი თხოვდა მაღალი თანამდებობის პირებს, რა ქვია, ბოლოს მე მგონი თულად რა იმას მეფისნაცვალი აღარ ქვია, მაშინ ხო იცით ეს ეცვლება სახელები, მთავარ უფროსი და ბოლოს მე მგონი თხოვა შერემეტიევს, რომ 10 წლის მერე ამ ამბებიდან, მანამდეც ერთხელ თხოვა რაღაც მოტყუებით მოახერხეს დადგმა და ბენეფისებისთვის, თუ ასეთი ქალია მოკლედ ეს და ცნობილია იმ დროს ჩვენი თეატრის ეს არის დოლორესი. ლადო მესხიშვილი ახალგაზრდა თამაშობს ამას, რა ქვია, ლევან ხიმშიაშვილს, ეს არის მთავარი გმირია სინამდვილეში აქ. შეიძლება ვთქვათ, რომ ორი მთავარი გმირია, მაგრამ მაინც მთავარი ესაა, ერთი ბოლომდე ვერ ცოცხლობს და ხო იცით როგორ არის, კაი ბიჭი და კაი ბიჭის მეწყვილია ეს არის, როგორც ვამბობდი ხო და ეს არის კარლო ვან დერ ნორდი. იქ შეესაბამება ამას. და არის კოტე ყიფიანი თამაშობს აი ესე იგი სპექტაკლს ძალა ვინც არის წარმართველი და მორალური ესე იგი სახე ამ სპექტაკლს ეს არის სიმონ ლეონიძე ასე თქვათ ეს არის ეს გრაფი დე რიზორი ამ რიზორს მე მგონი ყველა ჯერზე სხვადასხვანაირად ვამბობ მაგრამ აბადიეთ ეს სამია მთავარი აქ და მე მოხვებიან ახლა წინაზე გითხარით რომ შაჰაბას ვასვაბაშზე თამაშობს შაჰაბას ლაშქრობაში ახლავს ქალიშვილი ფაიხოში და მას თამაშობს მაკო საფაროვა. ჩვენ ხო იცით ჩვენ თეატრი დიდი სიყვარულების ამბავი იყო და სულ ცოლქმარები იყვნენ და ასე ვთქვათ მაკო საფაროვა აბაშიძისა ხო საფაროვის ქალი როგორც მაშინ იტყოდნენ საქართველოში. კიდევ არის კოტე მესხი თამაშობს ესე იგი გმირს ხალხიდან გოგია დიაკვანს და არის ერთი მეორე პლანის რო ეძახიან თუ ესეთი როლი დიმიტრი დადიანი უცნაური როლი და ამას თამაშობდა ალექსანდრე ყაზბეგი მოხევე ჭხილებში ყოველთვის წერია იმიტომ რომ ეს მის თეატრალური ფსევდონიმი იყო არის რა თქმა უნდა სხვა მაგრამ ამ ხალხში მოქმედებს ეს გარდა ამის აქ არის უზომო რაოდენობის სპარსელები რომლებსაც აქვს ესე იგი 6 ამნიშნელოვანი სამსამად დადიან ასე არის ესე იგი ამ სარდუს ასე აქვს იქ ესპანელებიც ასე ყავს განხარისხებული და არის 3 ქართველი თავადი შეთქმული რა ქვია ესტატე ციციშვილი როინა მირეჯიბი და ზაზა სოლოღაშვილი და ამასაც თავის როლები ანუ ეს არის რა ქვია ბევრი ხალხი არის სცენაზე შევიდეს გამოვიდეს და დიდი აი როგორც გითხარით დიდი მაშინერია ჭირდება იმ დროის რა ქვია თეატრის და ახალგაზრდა თეატრის კვალობაზე მაგრამ ეს იყო სწორედ რომ ეს გააკეთეს მაგრად ასე არის საერთოდ რომ რეჟისორები ორივე არიან რა ქვია დავით ერისთავიც და მიხეილ პებუთოვიც დავითი თუ ენაში არ აძლევდა გასაგან პებუთოვმა არმია ფუჩეჩებინა არც ერთი სცენა ასე რომ ვთქვათ
მაშინდელი რეჟისორი დღევანდელთან ცოტა სხვა, მაგრამ ითხოვდა სიზუსტეს, კარგ კოსტუმირებას, სწორ მოძრაობას, დეკორაციებს და ეს არის. ეს მოხდა პირველად, იმიტომ რომ მანამდეც და მერეც იაფად იდგმებოდა, კიდო რომ იდგმებოდა კირაობდნენ იქიდან, რა ქვია, თანისამოს შეიძლება ქალაქის თერძისგან გექირავენ, რაღაც ასეთი. მოგეთ თბილისში არის მოქმედება, ქალაქი არის აღებული, სპარსელებს აქვთ აღებული და ნუ სპობს მოსახლეობას რა რელიგიური ნიშნით. და გარემო არის ესეთი რომ ეს სპარსელი ჯარისკაცები ოკუპანტები ხენ ცივა, მაგრამ გარეთ არიან ეს არის რა ქვია, ხამის გუშაგობა ასე რომ ვთქვათ, მაგრამ თან დამსჯელი. ეს არ არის მარტო ხედან და ფიქრობენ ვინცად გაიარა გამოიარა. და სამი ოფიცერია ასე რომ ვთქვათ რა. ისკანდერ ბეგია ჩვენთვის ამ სამიდან საინტერესო. სხვები არის დამხმარე, ხო აბაბიჯო ამებს რომ ამბობენ ხოლმე. ისკანდერ ბეგია საინტერესო ჩვენთვის. ამაში მეორეა დაუდი და მეჰმედ ბეგი, მაგრამ და ჯარისკაცებს შეშაუთა ესე ცეცხლით ვიყინებიან რა, სამთარია. მოიტანა შეშაო ჯარისკაც ეძახე, ასე უბრალოდ იწება ყოფითა და აღარ არის შეშაო. გათავდა შეშაბატონო და ამე სახლი დაშალეთო და მოიტა. აი ამ დონის უკვე ვიგებთ რომ აქ კარგი არაფერი არის და ეს ჯარისკაცი შეშჩი ხო და ახალი ტყვეები მოიყვანეს ამბობენ და აბა ეხლა სადმე უნდა შევყაროთ იმაში რაღაცა მოწნულში შეიყვანება აქ ქუჩაში გავე რაღაცა მოკეთეს სადამსჯელო ოკუპა SS-ის რაღაცა ის ხო თოკები გაგვითავდაო კაცო ხო და ამათო მაინც ჩამოახჭობენ ხვალო რა ეს სამი ოფიცერი ლაპარაკობენ ქართველები მოყავთ რა ეს არის კიდე აი პირდაპირ ესე იგი სახეში არის მაყურებლისთვის პირველი წუთიდან რაღაც დიდ უბედურებაში ანუ ხედავენ თავიანთი წარსულის ცოცხალ სურა ეს არ მომხდარა მანამდე ნაწერში ყოფილა ხო და მოყავთ ტყვეები ნუ ეს მასობრივი სცენა როგორ შეიძლება ტყვეებში ორი კაცია საინტერესო ერთი არის აი ეს სიმონ ლეონიძე რომელიც ეს ტყვეები არის ქალაქის შემოგარენში დაჭერილი ხალხია აბა რას დაბოდიალობთ აქ ხა ხო მაგრამ არც ესეთი პირდაპირ ველურობა რომ იქვე მოკლან ჯერ უფროსი უნდა მოვიდეს ასე რომ ვთქვათ შაჰის მსაჯულნი ქვია და იმათ რომ დაკითხონ რა ასე რომ ვთქვათ და მაინც ყველა სიკვდილს უწყვეტავენ უმეტეს ან ზოგში მაგრამ რაღაც სამართალი არსებობს ანუ სამართლებრივი ამბავი ასეთ ყველა თავს არ მოჭრიან თუ რაღაცა ეს არ მიუძღვის რა ან ამ მიზეზით თუ არა თუმცა ეს ნაჩვენებია მე მთელი ეს რა ჩვენი წარმოდგენები სხვათა შორის იმის მიუხედავად რომ მე მგონი 100 წელიწად ამ პიესის შესახებ არავის არაფერი გამოგია საქართველოს შუა საუკუნეებზე ძალიან დამოკიდებულია ამ პიესაზე ანუ ჩვენი გავლილი აი ამ სხერპლის და მით უმეტეს როცა შაჰ-აბას ეხება იყო დამთავრებული გენოციდის ამბავი პირდაპირ ხო რასაც ეგ იმაში ეს ამას არჩეული ყავს აი ეს აყავს რა არჩეული ამას თორე სრული პირობითობა აი ის შაჰ-აბას გითხარით მე რომ იყო თბილისში ერთხელ მაგრამ ის ცოტა სხვა ვითარებაში იყო და უფრო პოლიტიკურად უნდოდა იმას რაღაცა ეს რომ ჩაიგდო ხელში ჩვენი საბრალო არსაბ მეფეთო რა ის თემურაძე იცოდა რომ ვერ ჩაიგდებდა და ეს და ამას შეიტყვა საბოლოო ჯამში ქართველების იმით დახმარებითაც რა თქმა უნდა ნუ ეს და მეორე არის ახალგაზრდა კაცი არის რა ქვია და რომ მოყავს ჯარისკაცს რაღაც უხეშად ექცევა ამ ახალგაზრდა ეს მოუბრუნდება ეს ახალგაზრდა კაცი და შენ რომ მე ხმალი რომ წამერთი ხო არ გონია ეს ჯოხი ხო აგამაკო ჯოხი რატო არ ვიცით მაგრამ ეთქვა ეს მატრახე რაღაც ესეთი და მიადგება ამ ჯარისკაცს და ცემს ძალიან თამამად და ეს ტყვედა აი შემოეხვევიან ისა ვინ ახარ შენ რა როგორ ბიჭო მოკლა პირდაპირ მოკლავენო ეს ეუნება დამშვიდიო ეს მეორე ჯერ არ ვიცით რომ ეს სიმონ ლეონიძეა მაგრამ ჭაღარა კაცია ესეთ ხანში შესული ხო და ვინ ახარ შენ და ამ დროს ეს აი ისკანდერ ბეგი ხელმძღვანელობს ხა წამოდგება იმ წელს და ეს ახალგაზრდა კაცი მცემელი რომ გამოათრევი ვინ ახარ და დავით ისაო დიმიტრი დადიანი ვარო მეო დავით დადიანის შვილი ვარო სამეგრელოს თავრის ეონია რომი ვინ ახარ რა არისო
და ესენი უკან იხევენ, აქ აი ფეოდალური მომენტია, რომ ეს ვიღაცა შვილია და ესეც ჩანს, რომ ეს დადიანი ხა სამეგრელო და ეს არის. ქართული რო უყურებს იმას ესმის, კაი, რომ ეს ამ შემთხვევაში ამ შახის მტერი არ არის. კაცია ესე თან თავრის შვილია და ასე ხელს ვერ წამ. უიმე ბატონო და აი და სადმე უნდა დაგსვათ და ახლა ქუჩა ავერდა და გოდორს მოუტან, საპატიოდ დასვამენ ამ კაცს გოდორზე. და ეს რაღან ეს ხნიერი კაცი წახმავს იმას ისიც მიუჯდა, ისიც წარჩინებული კაცია. საერთოდ აქ არ არის ხაზგასმული ამ ფეოდალიზმზე, თუ არ ჭირდება ავტორს, იქ არ ჩანს. ამათ კი ყველაზე დიდებული გვარები და ის აქ, მაგრამ აი ეს ქართული ფეოდალური საზოგადოება აბსოლუტურად არ ჩანს ამ პიესაში და სრული პირობითობა ამ ხრივ და ესეც მომგებიანია, გაიგეთ, რო უყურებს. ხალხი ძალიან სწორ იმას ეპოქაც ეგეთია, რომ ეს არავის არ სიამოვნებს რა, ვინც დარბაზში ზის, იქნა პირველ ორ რიგს ალბათ გაეხარდება და დანარჩენს აღარ ხო. კაცო, მე ვარო, ვინა ძალიან მოკლედ გამოკითხო და გაეცნობიან, მე ამ ქალაქის ესა ვარო, მაცხოვრებელი ეონება სიმონ ლეონიძეო რა და აი ესე დამიჭირესო გარეთ ვიყავი რაღაც საქმეზეო და ახლა დაგხოცავენო რა. არაფერს არ დაგხოცავენ. ეს დადიანი არის ძალიან მაგარი. აი ნახავ თუ არაფერი არ იქნება. არა, თქვენ შეიძლება არა, მაგრამ მე ამათანო არ ვეგუები მე ამათო და ამიტომ არ ამაქო ამათან კაი სახელიო და იმედიც არ ამაქვს კარგიო და თქვენ როგორ მოხვდით აქაო და კაცო მეო ამ პატიშა დავით ბატონიშვილმა. ეს დავით ბატონი მოგონილი პერსონაჟია რა თქმა უნდა და არ ვიცით ძალიან ბევრი დავით ბატონიშვილი ყოლ ალბათ ასობით. მაგრამ ნუ ეს არის ახლა სპექტაკლს და ხოდა სანადიროთ დამპატიჟა ჯერ კიდე როდისო და წამოვედიო. გამან არ იცის რომ შახამბათში შემოვიდა საქართველოს დაიპყრო აღმოსავლეთ საქართველოს იგულისხმება. დაიპყრო აციოკა და თვითონ ქალაქში ზის, რა ქვია და განაგებს ამ ეს შახამბათში ცოტა კაც ჯალალედინის იმას. ნუ თბილისთან მიმართებაში რა მოქცევას ეს ესეთი ის არის რა ქვია. მომენტი მან ხოდა დავიჭირესო ამათო კაცო. ქალაქის გარშემო რას დადიხარ, რას ქვია მე ვთქვა რომ დავით ბატონიშვილმა დამპატიჟა. დავით ბატონიშვილი რო გაქცეულია ვთქვა და ჩვენს პარსელი. ხოდა ნუ ეს ჩანს ძალიან შფოთიანი ეს ლეონიძე და ეს დასავლეთის კაცია და იმედია. მე პირდაპირ შახტა მე კაცო მე მყარი რა თუნდი ვარ ას ლაპარაკობ. არაფერი არ იქნება ნუღელავ შენ და მე მოგეხმარები, იმიტომ რომ უკვე არ ამბობენ, მაგრამ ელიან სამსჯავროს, სასამართლოს რა, იმიტომ და მართლაც ესე იგი მოდიან, ესე იგი მსაჯულნი, რომ აბა ღამის შემოვლასავით არის, რომ ახალი ვინ მოიყვანეთ. და ამათი მეთავ ესენი სამნი არიან, რა ქვია, ისმაილ ხანი, ალავერდი ქვია ერთსა და ისრაფილ ხანი არის მთავარი, ესეთ ყველაზე მეც ვინც ლაპარაკობს მაგათში რა, ესე და ვინც განსჯის. ხო და მომიყვანეთ ტყვეები და აქაც არის ძალიან ესე იგი ამორჩევით ქართულად ზუსტად გაკეთებული ესა რა ქვია. რომ აი ყველაზე რთული მდგომარეობა რომ დაანახოთ ჩვენ წარსულის და საერთოდ რაც ხდება. ესე იგი სამი ტყვე მოყავთ სასამართლოზე. ერთი არის ბერი მოხუცი რომელსაც ეუბნებიან რომ ახლა რჯული ვარ ყავი და ესა და ეს უარს ამბობს და მეთოდიც ნაჩვენებია რომ ეს არის სრული სისასტიკე და ისე იმიტომ რომ ეუბნებიან რომ ჩამოახჩვეთ და თოკები აღარ აქვს ისინი ამბობენ კათავდა იმდენი ჩამოახჩვეს ხო მაშინ ტყვია ესო ტყვია დასაზოგიაო ხო და მაშინ პირდაპირ ცეცხლში დაწვითო ეს ისრაფილ ხანია და ეს მიხავთ ესენი აღარ ჩანს ხა ეს სცენაზე ცოტა მე მგონი ის იყო. მე მოყავთ მოზარდი და სულ ტყვილად კლავენ. რა ქვია, იქ დადიოდა რაღაცებს და ეს ბავშვი ეხვეწება რომ ნუ მომკლავთ ასე შემდეგ, იცად? მაინც ამასაც მიუშჩის სიკვდილს, მე მოყავთ ქალი, რომელმაც მოკლა 8 თუ 9 სპარსელი. ამასაც აქ საფუძველი აი ცნობილი ისტორია, როცა რა ქვია ბელუჯები რო შევიდნენ სპარსეთი რო დაამხეს იქ ხო რაღაც ქართული კაცი შევარდა იმას ქმარი ამ სპარსელების იმაში რო იყო და ვიღაცები მოკლა ეს ამას საფუძველი აქვს რა ასეთი რამეები აქვს ჩასმული ამაში და ეს კალემ რო დაახოცი აბანაო ჩემი ქალიშვილი გააუპატივს მოკლედ რაც შეიძლება მოცემულობა იყო რაც ჩვენ
ამაში გვაქვს რომ აი ეს იყო ეს ყველაფერი და ამის გადამტანი ხალხი ვართ ჩვენ და ეს ნაჩვენებია პირველ 5 წუთში. ეხლა მოხავთ უკვე ლეონიძე და დაქვე დადიანის უფლისწული და დადიანის უფლისწული მაღლა უჭირავს თავი და ესენიც ითვალისწინებენ თქვენო უდიდებულესობა მას ეუბნებიან და ესე თამამად რომ ელაპარაკებიო შენო როგორ ბედაო არ გეშინიაო რომ მოკლავ და რა ჩემ გროშს არავინ მოგწ მამა ჩემი გროშს არ მოგწევ ჩემ გვარშიო და ამიტომ პირდაპირ შახთან მიმიყვანეთო ესეც ეუბნება და ეს კაციც ჩემ სახელობაზე გამოუშვით ამაზე ეუბნება ლეონიძე მაგას ჩვენ ვერ გამოუშვით ესენენენ ეგ კაცო შემჩნეულია ჩვენ მტრობაშიო აი ეგ შეიძლება ცოტა ფეოდალიზმზე მართლა ვიფიქროთ რომ რაღაცა ეს თავადია სხვანაირად ექცევიან ვიდრე უბრალო ხალხს იმიტომ რომ აქეთ ასეთი სისასტიკე და ამას ახლა სასამართლოს გამოძიებას უნიშნავენ ეს ცოტა უცნაურია და არ ყვევენ. ეგ კაციო შაბათს გავიდა ქალაქიდანო და დღეს კიდე არის ამშაბათიაო, მაგრამ მოსაღამოვდა და სად იყო 4 დღეო. ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს იყო დავით ბატონიშვილთან. ეს ირკვევა ეხლა რა, რომ ესო სანადიროდ წამოვიდა დავით ბატონიშვილთან ეს დადიან. დავით ბატონიშვილი სინამდვილეში გასულია დღეებში ჯარი ხავს და ელოდება მომენტს რომ ქალაქს დაარტყას და გაათავისუფლოს და შიგნიდან ხავს შეთქმულები რა თქმა უნდა რა და ეს ლეონიძე არის ამ შეთქმულების მეთაურია სინამდვილეში ხა ჩვენ ჯერ არ ვიცით მაგრამ შენო ხარო დავითთან დაკავშირებული ადამიანი და შახს ზარავს ამბობს რომ მაგას დავით ბატონიშვილს სანამ არის ამ ქალაქს ჩვენ მოსვენება არ გვექნება და მაგრამ მაინც ამ მოსახლეობას ხოცავს ეს არის რა ქვია ხოდა ეს ამბობს რომ არა ბატონო სახში ვიყავი იმეორებს სახში ვიყავი ჩემ ცოლს კითხეთ სახში ვიყავი ცოლი უკვე გამოჩნდა ცოლი ხოდა ვიყავითო შენ სახშიც და იქაცო და არაფერი შენო არა და ვიცითო ქალაქიდან როდის გახვედა 4 დღე სად იყავი თქვიო ამბობს არა თბილისში ვიყავ არა არ იყავი და ამას უყურებს რა ქვიან ეს ისკანდერ ბეგი რომელმაც ალბათ უნდა მოკლას ეს მე იმიტომ რომ ესენი თან როგორ არის პიესაში ის ჯალათი ცალკეა მაგრამ ესენიც დიდად თავს არ იკავებენ რომ დახოცონ ეს რა ქვია ქართველები ტყვეები და ეს და კაიო გაიყვანეთო ესო და იმ რაღაც საბძელში დადიანი მიდის უშვებენ ხვალს უბრუნები მთელია და ესეუნება რომ მე მივხედავ ისო მაგრამ ქალაქიდან ვეღარ გავა მაინც ტყვია ხოდა მეორე ამას დამაბარებო ისაო და ეს ეუბნება რომ შენო ჩემიცო მოკეთ რასაც უნდა დააბაროს კაცმა რომ ეს ტყვეობაში გარეთ გამოსულ კაც აბარე და ეს ისკანდერ ბეგი მიდის ამ ისრაფილ ხანთან და ეგ არის ტყვეებაო მე ხო მაგათი მდგმური ვარო როგორც არის საოკუპაციო იმაში სახლებში ცხოვრობენ ხო ესეც პირობითობაა ახლა საკმაოდ თუ ის თავადია და ის რაღა იმისა ხოდა წუხელ ღამეო მეო ვიყავიო დუქანშო კარკა ვივახშმეო და ზედ ხაშხაშიც დავაყოლეო ეხა ეს მუსლიმია თორე ევროპულ ვარიანტში არის რომ ძალიან დავთვერიო და ძლივს მოვედი სახლამდე და მე კიდეც მეჩვენებოდა რაღაცები და ხმალი მეჭირავ ხელში და ასე ვიქნებდიო გზას ვიკაფავდიო რა სიბნელეში ასე რომ უსაფრთხოების ისა სახლში რომ მოვედიო კაცო კიბეზე ავდიოდო და გამომივარდაო ესო სიბნელე იყო ძალიან ესო გამომივარდაო ეთყობაო შეცდომითო ზედა კიბით ავყევი ანუ საწოლი ოთახისკენ გამომივარდაო ესაო და მაგის ქალიო ეს ამბობს ცოლს არ ამბობს ქალიო და ამან უთხრა რომ შინ შებრძანდი ეხლავეო არავინ დაგინახოს ქალს ხოდა მე დამიწყო ჩხუბიო ნუ ჩათვალა შეურაცხყოფა და ის პარსელი თუ ვინა ღირსება პირველია და ამ ხალხში ასეა ვითომ თუ თანასწორებია მოკლედო ვიჩხუბეთო რაღაცაო და მე ცუდად მოვიქნიეს და ხელი გაეჭრაო შევწუხდიო და ეს ხელიო ძალიან დაუზიანო დამიჭირა ხმალი დამიჭირაო და ხელი გააჭრელი უნდა მქონდეს ხო გაეჭრაო და მე ვიქო დამეძინაო კიბეზეო დილით გავიღვიძეო და აღარ მინახავს ეგენიო და სახში იყვავა სად იყო კაცო საწოლიდან გამოვიდაო ვა თუ ეგრეაო მოიყვანეთ აბა ისაო მაგრამ
ერთი ის ხდება რომ არ მოწმებენ ხელს ამ კაცს ეს სპარსა იმდენად ენდობიან თავის ამ ოფიცერს რა ქვია ისკანდერ ბეგს რომ გამოიყვანენ ამ ლეონიძეს და ესე იყო და ხო მაგრამ ეს ცოტა შემცვარია მართალია შენ გამოუვარდი შენის ეცახის მაგრამ ნუ რაღაცა ისე არ არის და ფიქრობს რომ ეს ჩემი მდგმორი როა კეთილშობილი კაცია და ატყუებს ამათ. ნუ კარგიო წადიო, მაგრამ იცოდე შენზე კაი გულის არა ვარსთო. და ესე დაიხსნის თავს ამ ხოცვაჟლეტაში და ვითომ სასამართლოში რა. აქედან რომ ესე გამოცილდება მოედანს და ეს არის ძალიან კეთილშობილი კაცია ეს ლეონიძე და ისკანდერ ბეგს გამოიხმობს და მადლობთ. დიდი მადლობაო ჩემი გულისთვისო რომ ამ ხელა ამბავი მოყევი და ტყუილი მოყევი. ამ ტყუილისთვის მე გადამეხადოსო. ესე უნდა გადაგეხადოსო. კაცო მართ ყველა რატო უნდა დამეღუპეო? რაც იყო ძმაო და რატო უნდა დამემალავე ხო? მე ეგეთი კაცი არა ვარო რომ ხოლმე აი ბუნდოვან ამ ლაპარაკში ეს არ გვევს რომ ნუ მართლა იყო ისა კაცო ხელში რომ დაგარტყე არ გახსოვს რომ მაიტა მაჩვენე ხელიო და ეს ამბობ კაი ხეს ხვდება რომ თუ ხელზე არ აქვს ჭრილობა თუ რაღაცა შეაბრუნებს უკან მოდის ასე დავდება ეს სურათი პირველი სურათი რომელიც არის სრულიად ესე ვიგებთ რომ არის რაღაცა შეთქმულების ამბავია მაგრამ ჯერ გამოკვეთილი არ არის ამ კაცს რაღაცა უცნაურობა დაემართა და აი ეს საშინელი სისხლიანი ოკუპაცია მიდის სპობა ხალხის. რა ჯულისთვის და არ ვიცი კიდე რაღაცეების ესე იგი ეს არის უმიზნოსი სასტიკეებია იქ კიდე. თუმცა მოცემულობა არის ალბათ რომ აი ეს ჯული და ეს თუმცა ქართველებს მე გავიგე შაღამო შვენივრად ელაპარაკება იქა და რაღაცებს რაც ჭირდება ეს გამოაქვს. ეს ეხლა რა ხდება სურათი მეორე. ესე არ არის. ეს არის უკვე სიმონ ლეონიძის სახლი. სადაც ჩვენ ვიგებთ რომ ვიღაც კაცი ლევანი და მისი რა ქვია ირკვევა რომ ლეონიძის ცოლი. და დილა ასე თქვათ სახურიც გადი გამოდის ეგრე არ არის რაღაცა და ლაპარაკობენ და ირკვევა რომ დიდი დრამის წინაშე ვართ ესე იგი ჩვენ ეს არის სამკუთხედი ეს ქალი არის ამ ლეონიძის ცოლი და მისი საუკეთესო მეგობრის როგორც მე ის ამბობს შვილის და ძმის საყვარელი და ესენი ლაპარაკობენ თავიანთ სიყვარულზე რა კონფლიქტია რა თქმა უნდა კონფლიქტი იმიტომ რომ კაცი განიც ქალი არ განიცდის ქალი ამბობს რომ ძულს ეს ბებერი რა ქვია ხმარი რომელსაც როგორც იყო მასე ძალიან დიდი დამსახურება აქვს აი ეს რა ქვია ეს არის ძალიან ბევრ პიესაში, ფილმში, რომანში, რომ საიდან გამოგატარიე ქალა და გაქცია და ეხლა მღალატობ. აი ეს ამბავია, რა ქვია. იქ ხო არის ორიგინალურ პიესაში ქალი ესპანელია. აქ არის სპარსელი მონათლული, ესე იგი. ამ სიმონ ლეონიძემ ეს ქალი და მისი მამა მიიკედლა, გაზარდა, მონათლა ეს ქალი და როცა მოიზარდა შეუყვარდა და შეირთვა. ამიტომ ეს ასაკობრივი ეს არის. აი ესეთი მოცემულობაა და მისი საუკეთესო მეგობარი და მარჯვენა ხელით ლევანიც იქ იყო და გაიბადა მათში სიყვარული და ქალი ეუბნება რომ გავიქცეთ. მეზიზღება იყო, აღარ შემიძლია მაგის დანახვა და ის ჩვენ რაც ვნახეთ აქამდე ლეონიძე ქმარი. დადები ყველაზე კარგი კაცია, ვინც ჩვენ შეიძლება ვნახოთ. ეს ლევანი ჯერ არ ვიცით როგორია, ვიცით რომ ცუდ ამბავშია. რა ქვია. მაგრამ ირკვევა რომ ლევანის დადებით, იმიტომ რომ განიცდის ძალიან. ამბობს რომ თავი უნდა მოვიკლა და ეს ქალი უნდა კაცო რა უნდა მოიკლა, უნდა გავიქცეთ ჩვენ. დღესო და ნუ ვერ გარბიან ახლა ქალაქი ჩაკეტილია ვერ გავიქცევთ. ანუ მე ვეტყვი მაგას მეო და თავსაც მოვიკლა ეს ეტყო დღის თახსენდება ეს უფრო ამ ლევანს ღამე იბნიდება და დღეს ამ ამბავში არიან და შევჩერდები ხა შემდეგი მომდე რომ მოდის გოგია დიაკვანი
ეს ახალი პერსონაჟი.